მოგესალმებით მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და ტრადიციისამებრ ვნახოთ ახლა რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში 20 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით. პირველი ვარიანტი ასეთი ქვა გვაქვს, მეორე ვარიანტი ასეთი,ახლავე დავარიგებ ქვებს, ვარიანტებს უფრო სწორად. ნახოთ აბა, რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში და რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. აირჩიეთ სასურველი ვარიანტი. შეგახსენებთ ასევე, რომ ეს პერიოდი, ოქტომბერი, ნოემბრის დასაწყისი, იდეალური პერიოდი არის იმისათვის, რომ გავაკეთოთ ერთი წლის სრული ტარო პროგნოზი. ამიტომაც პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში. დიახ, ვინც არ იცის, 31 ოქტომბერს გვაქვს სამაინის დღესასწაული, ეს არის წელიწადის დასასრული ტრანსფორმაციების, ცვლილებების დრო. შეგახსენებთ ასევე, რომ საჯარო გაშლები უფასო არის, ამიტომაც აუცილებლად უნდა მოიწონოთ ეს პოსტი, ეს ვიდეო. და მოდით ახლა აღარ შეგაყოვნებთ, დავიწყოთ პირველი ვარიანტი და ნახოთ აბა პირველი ვარიანტი თქვენ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში. თასების ტუზი. პირველ რიგში ეს არკანი მეტყველებს ერთგვარი ემოციური აფეთქების შესახებ. აქ თქვენ გელოდებათ, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, ერთგვარი ემოციური აფეთქება რაღაც გარკვეულ სფეროებში, თუმცა ასევე ტუზი არის რაღაც ახალი შანსი, ახალი შესაძლებლობები. ყველას არ ეხება ის ინფორმაცია, რომელსაც ახლა გავაჟღერებ, მაგრამ ზოგი თქვენგან ის რეალობაში აქ არის ახალი პოტენციალური პარტნიორი, ან ახალი პოტენციალური სასიყვარულო ურთიერთობები. ასევე, რა თქმა უნდა, თასების ტუზი შეიძლება იყოს რაღაც ახალი ჰობი, რაღაც ახალი ინტერესი, პოტენციალური ხო, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეს არის ახალი შთაგონება, ახალი ენერგია, რაღაც ახალი ძალიან ძლიერი, უმძლავრესი ინტერესი კონკრეტული პიროვნების, პერსონის ან კონკრეტული საქმიანობის მიმართ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს 20 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით. ნახოთ აბა. არკანი სამსჯავრო, ხმლების მეფე, ხმლების 7-იანი, თასების 8-იანი და ჩამოკიდებული კაცი. იცით, აქ თითქოს თქვენ შეძლებთ რომ გააკეთოთ დასკვნა კონკრეტულ მამაკაცთან დაკავშირებით. აღსანიშნავი არის ის, რომ რა თქმა უნდა, ეს მამაკაცი ყველასთვის ინდივიდუალური არის, ვიღაცისთვის ეს იქნება მეგობარი, ვიღაცისთვის მამაკაცი, ვიღაცისთვის პარტნიორი ან პოტენციალური პარტნიორი, ხო? ვიღაცისთვის კი შეიძლება იყოს თქვენ წარმოიდგინეთ და ნათესავიან სხვა ოჯახის წევრი, შეიძლება იყოს ან შვილი, ან მამა, ნებისმიერი ვინმე, მაგრამ აქ მე ვხედავ კონკრეტულ მამაკაცს, კონკრეტულ ხმლების მეფეს და თითქოს თქვენ უკვე ხართ რაღაც გარკვეულ ფიქრებში ამ ადამიანთან დაკავშირებით, ხართ რაღაც გარკვეულ დაკვირვების პოზიციაში, აკვირდებით კონკრეტულ პიროვნებას და თითქოს ამ ადამიანისგან მოდის ზედმეტად ბევრი ან სიცივე, ან სიმკაცრე, ან ზოგადად ზედმეტად ბევრი რაციონალურობა, ხო? სხვათა შორის მოდის ამ ადამიანისგან ენერგეტიკული ქურდობაც. დიახ, თქვენ შეიძლება ამას ვერ ამჩნევდეთ, მაგრამ აქ ფიგურირებს ამ ადამიანისგან ენერგეტიკული ქურდობა, მაგალითად შეიძლება იპარავდეს თქვენს რაღაც რესურსებს, როგორიც არის ფინანსები, ან არ ვიცი, ყურადღებას იპყრობდეს ხო, ზედმეტად მაშინ, როდესაც ეს არ არის საერთოდ საჭირო, ან ზოგადად რაღაც გარკვეულ ინფორმაციებს, ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება, მეგობრებო. და დიახ, ეს შეიძლება ხდებოდეს манипуляციებით, შეიძლება ხდებოდეს სხვადასხვანაირი ხერხებით, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს არის ერთგვარი ენერგეტიკული ქურდი, ცოტათი პარაზიტობა, ცოტათი ქურდობები აქ აშკარად მოდის ამ ადამიანის მხრიდან. საბოლოო ჯამში ვერ ვიტყოდი, რომ ადამიანი არის საშინელი ყველასთვის და კატასტროფული, მაგრამ ბევრი თქვენგანისთვის აქ აშკარად იმსახურებს ადამიანი ყურადღებას, იმსახურებს იმას, რომ თქვენ კარგად დაფიქრდეთ, რამდენად იმსახურებს ეს ადამიანი ზოგადად თქვენგან საერთოდ რამეს. და ნახეთ, თქვენ უკვე ხართ ამ დაკვირვების პოზიციაში და ამ ერთი კვირის განმავლობაში შეძლებთ რომ გააკეთოთ რაღაც გარკვეული დასკვნები ამ ადამიანზე. შეძლებთ რომ გააკეთოთ უფრო სიღრმისეული და უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, უფრო მნიშვნელოვანი ანალიზები ამ ადამიანთან დაკავშირებით და ნახეთ, აქ მოდის ესეთი სიტუაცია, სადაც არ მინდა ზედმეტად ხმამაღალი სიტყვები და განცხადებები ვთქვა, მაგრამ რა თქმა უნდა, ბევრისთვის აქ
რეზონირდება როგორც ურთიერთობის გადაფასება, ურთიერთობის ჩამოშორება, ურთიერთობის გაწყვეტა, ან ზოგადად ურთიერთობის რაღაც გადატრიალება, ხო? და მთელი ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენი კონცენტრაცია, თქვენი ყურადღება იქნება თითქოს და კონკრეტულად ამ პიროვნებაზე და იმაზე, რომ ამ ადამიანთან დაკავშირებით გააკეთოთ სწორი დასკვნები, მაგრამ დამიჯერეთ თქვენ აუცილებლად შეძლებთ, რომ სწორი დასკვნები გააკეთოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ამ ადამიანმა არ შეგიშალოთ ხელი ანალიზში. ამიტომაც თუ ადამიანი 24/7-ზე თქვენთან არის, ცოტა ხანი მარტოობა აცადეთ საკუთარ თავს. გადავედით მეორე ვარიანტზე, მეორე ვარიანტი პენტაკლების 9-იანი. თქვენთვის მეორე ვარიანტი ეს ერთი კვირა იქნება ძალიან შედეგიანი, ძალიან ნაყოფიერი, განსაკუთრებით ფინანსებისა და რაღაც გარკვეული მატერიალური ასპექტების კუთხით. მეორე ვარიანტი თქვენ ამ ერთი კვირის განმავლობაში აუცილებლად იგრძნობთ, რომ თქვენი რაღაც გარკვეული შრომა, თქვენი მუშაობა არის ძალიან შედეგიანი. ეს რა თქმა უნდა, ბევრისთვის იქნება ხელფასი, ხო, ნანატრი, ვიღაცისთვის იქნება კლიენტები, ახალი აუდიტორია, ვიღაცისთვის სულადაც რაღაც ახალი საქმის, რაღაც ახალი პროექტის წამოწყება თქვენ წარმოიდგინეთ. იმიტომ რომ პენტაკლების 9-იანი არის არა უბრალოდ შედეგი, არამედ რაღაც ახალი ზრდა, რაღაც ახალი ფინანსური გზა. მეგობრებო, დავამატოთ არკანები და ვნახოთ, აბა რა ელოდება მეორე ვარიანტს 20 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით. ხმლების 4-იანი არკანი იმპერატორი კაცი. თქვენ მეორე ვარიანტი გჭირდებათ მეტი დასვენება, პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ შედეგი შედეგებად, შრომა შრომად, ფული ფულად, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ერთი დღე მაინც ამ ერთი კვირის განმავლობაში საკუთარი თავი დაასვენეთ ყველასა და ყველაფრისგან და დიახ, დაასვენეთ საკუთარი თავი ტელეფონებისგან, იმიტომ რომ ბევრს რატომღაც გონია, რომ დასვენება არის, აი როდესაც წამოწვევი და არ ვიცი, rilsებს ვსკროლავ. მაგრამ არა მეგობრებო, თქვენ გჭირდებათ დასვენება 1 საათით მაინც სრულ მარტოობაში, მარტო საკუთარ აზრებთან, საკუთარ ფიქრებთან, ერთგვარი მედიტაციური მდგომარეობა, სხვათა შორის მედიტაციებით ძალიან კარგი იქნება თქვენთვის მეორე ვარიანტი, იმიტომ რომ აქ თქვენზე არის ზედმეტად ბევრი ზეწოლა და ახლა მომავალში თქვენ მოგიწევთ ბევრად უფრო მეტი შრომა, ბევრად უფრო მეტი მუშაობა, როგორც საკუთარ თავზე, ასევე რაღაც გარკვეულ ახალ პროექტებზე. რა თქმა უნდა, შრომა იქნება ძალიან შედეგიანი და ნაყოფიერი, მაგრამ მანამდე თქვენ გჭირდებათ ეს ერთგვარი ამოსუნთქვა, ერთგვარი დასვენება. დავამატოთ არკანები და ვნახოთ კიდევ რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში 20 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით. პენტაკლების მეფე, ხმლების 5-იანი, ხმლების რაინდი, პენტაკლების რაინდი, ხმლების დედოფალი და თასების რაინდი. იცით, მე აქ ვხედავ იმას, რომ თქვენ აშკარად იგრძნობთ თავს ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებით თუ თქვენ ხართ ქალბატონი, აქ ძალიან ბევრი მამაკაცები ამოვიდა, ხოლო თუ თქვენ ხართ მამაკაცი, ამ შემთხვევაში აქ იქნება ერთგვარი თქვენი სტატუსის ზრდა, რეპუტაციის ზრდა, შესაძლოა კონკრეტულ ქალთან მიმართებაში იგრძნოთ კონკურენცია, ანუ გულისხმობ იმას, რომ თქვენ ქალი, რომელიც მოგწონთ, რომელიც გიზიდავთ, ამ ქალთან დაკავშირებით იგრძნოთ ის, რომ ყავთ გარკვეული კონკურენტები, ხო? ანუ დაინახავთ, რომ კონკრეტული ქალი, რომელიც თქვენ გსურთ, რომელსაც თქვენ ნატრობთ, იმ ქალბატონს ყავს სხვა პოტენციალური პარტნიორებიც, ხო? მე აქ არ ვამბობ რაღაც მესამე პირებზე, ღალატზე ან რაღაც მსგავსზე, მე ვამბობ აქ იმის შესახებ, რომ აქ გამოჩნდებიან ვიღაც თაყვანისმცემლები, ამიტომაც მამაკაცებო მაქსიმალურად ყურადღებით იყავით თქვენს ქალებთან, არ დააკლოთ არავითარ შემთხვევაში არც სითბო და არც ყურადღება. ხოლო რაც შეეხება ქალბატონებს, ქალბატონებო, თქვენ ამ ერთი კვირის განმავლობაში იგრძნობთ იმას, რომ თქვენ ხართ ბევრად უფრო სასურველი მამაკაცებისთვის, ვიდრე მთელი ცხოვრების განმავლობაში გეგონათ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ ყურადღებას, აქ იქნება ყურადღება ადამიანებისგან, რომლებიც თქვენს წარსულშიც ფიგურირებდნენ. მაგალითად, აქ ყოფილი პარტნიორები, ყოფილი მეგობრები შეიძლება გამოვიდნენ კონტაქტზე, თუმცა ცოტა ისეთი აგრესიით, ცოტა ნეგატივით, წაკბენის სურვილებით, ასე ვთქვათ, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენ თავადვე იაზრებდეთ თქვენს მშვენიერებას, იაზრებდეთ იმას, რომ ადამიანები, რომლებიც ისევ და ისევ ბრუნდებიან რაღაც აგრესიით, ბრუნდებიან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ თქვენი შურთ და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ
მათ თქვენი მიღება არ შეუძლიათ. თქვენ მათთვის ხართ მიუწვდომელი, თქვენი წარმატება, თქვენი სილამაზე, თქვენ თავად ხართ მიუწვდომელი და ამიტომაც რა თქმა უნდა ადამიანები ბრაზდებიან. განსაკუთრებით ეს შეეხება მამაკაცებს ამ ერთი კვირის განმავლობაში. ანუ კონკრეტული მამაკაცები რაღაც აგრესიით, რაღაც პრეტენზიებით შეიძლება გამოვიდნენ კონტაქტზე. თუმცა მიუხედავად ამისა, აქ იქნება ყურადღებაც რაღაც გარკვეული საჩუქრებით შეიძლება იყოს, იმიტომ რომ პენტაკლები ამოდის. სხვათა შორის აქ ბევრი თქვენგანისთვის რეზონირდება ისე რომ გაიგებთ თქვენი ან მეუღლის ან პარტნიორის კარიერული ზრდის შესახებ, ან რაღაც მსგავსი სიტუაციებიც იქნება. მაგრამ ერთ სიტყვით სითბო ყურადღება ნამდვილად არ დაგაკლდებათ, თქვენ აქ იგრძნობთ თავს ძალიან მშვენივრად, კარგად. და მეტი აქ პრინციპში აღარაფერი არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით, წარმატებები, ბედნიერი, ნაყოფიერი დრო და ნახვამდის.